2006 წლის ბუნტით 2006-27 მარტი იყო, როდესაც რეზბანიციდან მოგვაწყვეტეს ხმა, რომ პატიმრებს ახალაია ცემსო და ნუ თქვენი გვერდში დადგომა გჭირდება, გვიშველეთო, გკლავენო, გვიტყამენო და რა ვიცი, საშინელება რაღაცას გვიკეთებენ. თვითონ პატიმრებმაც კი ვერ აღწერეს ისეთნაირ რამეებს უკეთებდა ახალაია. სასტიკად ეპყრობოდა, სასწაულად ურტყამდა, რო იტყვენ მართლა აფუთხდა და რა ვიცი, რანაირად აღწერო. შემდეგ როდესაც თვითონ ციხეში გადმოინაცვლიდნენ, ასე ვთქვათ, ზონდერ ბრიგადებმა, ახალაიას ზონდერ ბრიგადებმა, შემდეგ ჩვენთან რომ შემოვიდნენ, არანაირი დაზოგვა, არანაირი რაღაც მობიერი რაღაცა, ოდნავ კი თავის ზონდერული საქციელები გამოამშვენეს და პირდაპირ ესე იგი რეზინის ტყვევის მაგივრად პირდაპირ ტყვეებს გვესრულებოდნენ, ხოცავდნენ, ესე იგი კორპუსებში ხოცავდნენ ხალხს. და დასჯის მეთოდებზე მინდა რომ ვისაუბროთ. დასჯის მეთოდები რა არის? და ეს იყო ჯაჭვით მიბმეები კარცერში, რაღაცა სისხლიან ბუნაგში, რაღაცა როდესაც მიამაგრებდნენ პატიმარს. მე პირადად ახლა ჩემი იმით რა ქვია მე პირადად არ მიუმაგრები ვარ, მაგრამ პატიმრები რომელიც ჩემ გვერდში იმყოფებოდნენ, ჩაიყვანდნენ, მიამაგრებდნენ ეგრეთ წოდებულ ატაპლენიებზე და იქ ურტყამდნენ მიბმულ პატიმარს. გეგუჩი სხვათა შორის იგი იყო 2009 წლის ბოლო იქნებოდა და შემიძლია დავასახელო მის სახელით, ვინც ტყმევაში მოკლა, ესე იგი ეს არის გაგა ლიპარტელიანი. შემდეგ ამის შემდეგ პატიმრებმა ურჩივლეს მას და გადაიყვანეს ქუთაისის ციხეზე ჭიჭონაიას მოადგილე იყო რეჟიმის უფროსად. შემდეგ იქ ასე ვთქვათ, ეუბნებოდნენ ოჯახს, აი გარდაცვლილი პატიმრის. ეუბნებოდნენ ოჯახს, სანამ რაღაცა თავი მოიკლა, ცუდად იყო და ასეთ რაღაცებს იმისესებდა. მე არ გამიგია, მაგრამ პატიმარმა თავი მოიკლა, რა. რჩეოდა, აი სადაც შენ კი იჯექი ყველაზე მეტი სისასტიკით. ახლა ქუთაისში გამორჩეუდა ეს იყო ჭიჭონაია იყო, ნარსიას შემდეგ მოვიდა ეს ჭიჭონაია. დაავადებებზე მაინტერესებს, აი რუსეთს ტუბერკულოზი ემართებოდა, რა სპეციფიკა ამ პატიმრს? ტუბერკულოზი, როდესაც ადამიანს ემართებოდა, ის ესე იგი თუ არ წაიქცეოდა პატიმარი, მანამდე არანაირი ყურადღება არ ჰქონდა. ასევე მინდა აღვნიშნო ქუთაისის ციხის ნომერ 2 საპრობილის მთავარი ექიმი ნატო კოხრეიძე, რომელიც ნატო კოხრეიძე სხვათა შორის სანამ ადამიანს აკეთებდა, მანამდე პატიმარს არ აქცევდა ყურადღებას. იზოლირებული არ ყავთ ხო ეს პატიმრები? ეს პატიმრები იზოლირებული არ აყავს, დღესაც კი არ აყავთ იზოლირებული, რომ ესე იგი მეორე პატიმარს გადაედოს და რაღაც დაავადმყოფდეს, ეს უნდათ მათ, რა თქმა უნდა, მეორე პატიმარი, ჩამთელი პატიმარი დაავადდა, ცოცხალი ვერ გამოვიდეს საპატიმროებით. ყოფილა შემთხვევები, რომ გადაედოს ერთ მეორე. კი, ყოფილა, ძალიან ყოფილა, სხვათა შორის იყო კიდევაც და მოხდა რაღაცა თბილისის მე-6-ში პატიმრის ესე იგი დანალევი მოსვა, რომელმაც ასე ვთქვათ მიაწოდა და უარი ვერ უთხრა. რეზბანიცაზე მოხდა ეს ამბავი, რომელიც ამ პატიმარს ძალიან გაურთულდა ეს ტუბერკულიოზი, იმიტომ რომ იქ არ მიაქცეს ყურადღება და დაგვიანებით მოიყვანეს შემდეგ რეზბანიცაზე. ეს იყო 2010 წლის 10 ნოემბერი იქნებოდა, მაგ დროს მეც იქ ვიყავი, იქიდან გამომდინარე მე ძალიან ცუდად ვიყავი, ქუთაისის ციხეზე დამაავადმყოფეს რო იტყვიან და ოპერაციაზე ვიყავი მეც და იქ ვნახეთ ჩემი თვალით როგორ ესე იგი პატიმარმა როგორ მოიქცენ პატიმარს ანუ პატიმარი ჩაიყვანეს გასალახად იმის გულზე რომ პატიმარს გვერდში თანადგომა გამოუცხადა იმის გულზე რომ ავადმყოფის ჯოხი რო იყვიან დასაყრდენი ჯოხი გაიტანა იმას კორპუსზე რომელიც არ შეიძლებოდა თუმცა და პატიმარმა ეს არ იცოდა და მიაყენეს შეურაცხყოფა ერთ პატიმარს და ამ მეორე პატიმარმა რომელსაც ძალიან გართულებული ჰქონდა და ცუდად იყო გვერდში დადგომის გულზე ჩაიყვანეს და ესე იგი როიტყვენ შემოთვალდუყური ნაწლავები ჰქონდა გადმოყრილი პატიმარს ოპერაცია არ იყო ნორმალურად კარგად გაკეთებული და გასალახად ჩაიყვანეს რომელიც ასე ვთქვათ ექიმმა გადაარჩინა მთავარი ექიმმა რომელმაც უთხრა რომ ამ ადამიანს არ დაარტყათ ხელი არა მარტო ტუბიგი არამედ კიბოც აქ ამ ადამიანს და აქედან გამომდინარე ექიმის მთავარი რეზბანის მთავარი ექიმის ასე ვთქვათ თანხმობით გადაარჩინეს ეს ადამიანი თორე ალბათ საჭიროებოდა ეს ხდებოდა გრდანის რეზბანიცას, სადაც მერვე არის, სადაც იქ კიდევ სასწავლო წამებები ხდება და ახლაც ხდებოდა რა თქმა უნდა. დრამატის გაგებული მაქვს აი პირი ამოიკერა რამდენიმე პატიმარმა, ანუ აპროტესტებდა და რა საპროტესტო. ეს იყო ქსანში 2009 წელი იქნებოდა დასაწყისი, პატიმარი ანუ ტუბზონაში იყო უყურადღებობა, ანუ წამლებს არ აწვდიდნენ პატიმრებს და ამასთან დაკავშირებით პატიმრებმა გამოთქვეს პროტესტი, ანუ საჩივრების სახით დაიწერა განცხადება და ამის გულზე შეუცვლიდნენ
საღამოს 12 საათი იყო. ამ ეჭაკუას მეშვეობით და გაგამ კურნალეძის მეშვეობით შევარდნენ ქსანის ტუბზონაში და ავადმყოფობებული ადამიანები ცემეს, პირამოკირებულებს პირი დაახიეს, რო იყვნენ, აახიეს ეს ამონაკერი პირი და სასწაულად აფურთხეს და რა ვიცი, რომელი ერთ და მეტი რა უნდა ვთქვა, ისეთ რომ აფურთხებდნენ და ციხეს და დაახიეს თუ ჩემი რო იყვნენ.